კულინარი არის აი თავისუფლება რა. რა კაი სტუმარი ხარ, მერთო ჩემ. მე მაქვს ჩემი რეცეპტი სიბრიმის სხვათა შორის. ო. თუ გინდა შენ მო? არა. სასწაულები ხდება აქ. შემდეგი ჩაწერა როდის აქ. დასერილი, რა თქმა უნდა. სიბრიმი შეტუნტურებული იმ ჩემ სოუსში. როგორ ეთყობა იქოს, რომ გურული გავლენები აქვს? ჩემი სამზარეულოა, ჩემი წესები. შენ ხარ დირექტორი. აი თანამდებობა მოწო. მოკლედ გურიიდან გადმოვინაცვლეთ თბილისისკენ, თბილისის მიდამოებში შინდიში ვართ ამოსულები და რა თქმა უნდა გურიას დაუბრუნდებით, მაგრამ რაღაც ეპიზოდებს თბილისიდანაც ჩავწერთ და ამ გადაცემებით ჩვენ ვცდილობთ რომ სტუმრები მოვიწვიოთ და გაუზიაროთ ის ჩვენი გემრიელობები და დროის ტარება, რასაც გურიაში ვახერხებით და ისე ხდება ხოლმე, რომ სტუმარს დრო არ აქვს ხოლმე, რომ გურიაში ჩამოვიდეს, ამიტომ სტუმრებს მოვერგეთ ჩვენ და ჩვენი პირველი სტუმარი არის შინდისის ამ მონაკვეთში, კიკეთში კი აჩო იყო, მაგრამ შინდისში არის იკო. ყველასთვის ნაცნობი იკო და დიდი მადლობა იკო, რომ მოხვედი და მადლობა მოწვევით. ვზიარებ ჩვენ საკვებს. ასე ვთქვა და რახან შენ თევზაობა გიყვარს, მე როგორც ვიცი, თქვა ჩემი დაჭერილი არ არის, მაგრამ სიბრიმი მინდა რომ მოგიმზადო და შენ უკეთ შეაფასებ როგორც მე თევზე, როგორ მოვამზადებ ასე ვთქვა. მე მაქვს ჩემი რეცეპტი სიბრიმის სხვათა შორის. ო, კარგად ჭირს საინტერესო. მე მიყვარს მზადება. აბა, ჩემი ცოლის გავლენა არის სავარაუდოდ. მოკითხვა დადუნას. ხო და რაღაცა გადაწყდა რომ გამომდის. ო, აბა როგორ ამზადებ? თუ გინდა შენ მომზადე. არა. არა. ჩემი მომზადებული ჩემ შვილებს ვართ. მითხარ როგორ ამზადებ? ესე იგი, ცალკე ვამზადებ შესანელებელ სოუსს. ზეთი წიწაკა. ზეთით ხო? ხო, ლანგარზე. ვალაგებ თხლად დაჭრილ ნახევრად მოხარშულ კარტოფილს. რომ უასრო შეწვა. ხო, ну ყაბაყი, ბადრიჯანი, სურვილი სამებრ. პამიდორი, ხახვი, დასერილი, რა თქმა უნდა. სიბრიმი, შეტუნტურებული იმ ჩემ სოუსში. როგორ ეთყობა იქოს, რომ გურული გავლენები აქვს მაინც ჯერ მეუღლეც გურული ყავს და შეტუტული ქათმის გურული ყველა მიცდები. სულ ადრე გავაკეთე ერთ გურიაში რო ჩავედით შეტუტული ქათამი და სწორედ შეტუტული სხვა არის, შეტუნტურებული. შეტუნტურებული თევზი ხდება კი. ხო და აი ეს ზევიდან ადებ და ხუმელში. აუ! აი საოცრება. შენ სწორად აღნიშნე რომ სერავ ამას, იმიტომ რომ სქელი კანი აქვს და უნდა ჩავიდეს ის გემოები შიგ. ის ყველაფერი უნდა ჩავიდეს, ხო. ხოდი ჩვენც ეგრე გავაკეთოთ, დავსეროთ. დავსეროთ. ორი დანა მაქვს. დაფა ძალიან დიდი. ასე რომ ერთი შედასერე, ერთი მე დავსერე. აჰა, ძალიან კარგ დანას გაძლო. აჰა. საკაი დანაა, ბიჭო. სანამ ახალია ალბათ. სადლესავთ ამ დანას. ჯერ გაულესავია სხვათა შორის. ის არის ავთენტური ნალესია აქ. ვახ, ბიჭო. ჩვენ გვაქვს ასევე იკო ლურპაკი ყოველთვის ვიყენებ დანიური ბრენდი არის და მოგეხსენება შენ დანიური ხარისხი რა არის ჩემო ბატონო შენც იყენებ. კი, მე ვარ ჩასაფრებული ჩვენთან მაღაზიაში პერიოდულად ფასდაკლება არის. შინად აქვს კი. ღუმელში გამოვაწყო და აგერ მაქვს ჩემი პიცის ღუმელი, რომელიც პიცას 2 წუთში აცხობს და თევსაც მალე გამოგვიცხობს. ამიტომ ჯერ ტაფას გავახურებ. მიდი. კარაქსაც დავჭრი ისე რომ შევატუნტულოთ, ხო? შევატუნტუროთ, აქვე გვაქვს როზმარინი, ქონდარი. რომელ შენ სულო და გულო აირჩი, რაც გინდა მან ბოსტნეული. კი ბატონო. ლიმონი ყველა ვარიანტში. რა თქმა უნდა. გავასისინე ბიჭო, სასწაულები ხდება აქ. იკო მომისმინე, სუბსაზე გითევზავია? არა. ვა. გამოსასწორებელი ამბავი. მე რიონი. რიო. აო, კი ბატონო. რა დაგიჭერია? ყველაფერი. ყველაფერი. რიოზე დავიჭირებ. დარწმუნებული ვარ, ტუნა არ იქნებოდა. ტუნა არა. არის. ლოქო. აუ, მანდ ლეგენდა გამიგია, რომ რაღაც 24-ით თუ რაღაცით ძლივს ამოიყვანესო იმ ხელა ლოქო იყო. რიონზე არის ბევრი ლეგენდა ლოქოზე. ხო. მე მაქვს ნანახი სოფელში, ჩემი მეზობლის სახლში, აი ესეთი ნემსკავი რა, აი ამ ხელა. ნეტა რასაც ვამდენ ზეთ. ხო და გეტყვი, ვიკითხე. და მეთქი ეს რა არის თქო და ადრე ვაქო სოფელი მთლიანად
თელი სოფელი თევზაობდაო. სოფელზე არის საუბარი საჯავა. საჯავა. გურიაში რომ მიდივართ, მაგის გავლის გარეშე, ოზურგეთში რომ მიდივართ, არ გამოდის. ასე რომ კარგად ნაცნობია ჩვენთვის. დიდ ქართულად რა ქვია, არ ვიცით. მოდი ოკუპანტის ენაზე ვიტყვი, ტროსი. ჭიმავდნენ ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე. და ესე კიდებდნენ აი ამ დიდ ნემსკავებს, რომელზეც აცვამდნენ ქათამს. და ლოკო მოდის ქათამზე? ლოკო მოდის ხორცზე. ლოკო მტაცებელია, ხო? და მოდის ხორცზე. ნახე რა ლამაზად აკეთებს. იკო თევს, ამზადებს. მეუღლის გავლენა იგრძნობა. არა, რაღაცა შენს. შინაგანის ქილებიც არის რა. მაგრამ ხო, მეუღლის გავლენა არის ის, რომ შემაყვარა ეს პროფესია თან ძალიან. ჩვენ სიბრიმი დავბზოლეთ, ასე ვთქვათ, შიგნით მოვათავსეთ კარაქი. მე შიგნით ლიმონიც გავუკეთე და იკოც იგივეს საკეთებს, აპირებს და უკვე აკეთებს. ქონდარი მოვათავსე შიგთავში და ცოტა ნიორი. ეს არის და ეს. მარილი რა თქმა უნდა ზემოდან და ცოტა პილპილსაც, ცოტა ცხიმს მივახმარ ქვემოდანაც. კარგ სიზავ ზეითუნის სახით, რაფინირებული. ო? კარგი ხარ? და გაუძლოს ტემპერატურას და არ დაიწოს. ნახევარი სუფრის კოვს, მეოთხედი უკვე ნახევარი სუფრის კოვს. ხო. ეს ჩემი რეცეპტი არის. შეიძლება ცუდია, შეიძლება არასწორია, მაგრამ ჩემია. მე ვარ ადამიანი, რომელსაც უყვარს მწარე საჭმელი. მე ვარ ადამიანი უცნაური გური, რომელიც ვერ უძლევს მწარეს. მე მწარე მიყვარს, სიგიჟემდე. ჩემთვის რა ხდება, იცი სიცხარის დროს, რომ სხვა გემოებს მიკარგავ. და ფსიქოლოგიურად ისე ვეწყობი, რომ ცხარეს ვჭამ და ვერაფერს ვერ ვიგებ სხვას რა. ორგანიზმზეც დამოკიდებულია ადამიანს, რას უძლებს და რას ვერ. მოდი პაპრიკაც გავუკეთოთ, რახან არის. არის საშუალება. მოდი მე არ ვაპირებდი, მაგრამ ორეგანოს კარგი ხარ, არც მე არ ვაპირებდი, მაგრამ მოდი ორეგანოს მეც დავამატებ. ხო, ლაყუჩებშიც ნიორი მოათავს. ეგეც უნდა ვუთხრათ, უნდა გავუზიაროთ რეცეპტი ჩვენ. მაყურებელს. სხვათა შორის მე თევზაობ ბავშვობიდან. და რომ თევზაობდი სოფელში 90-იანებში ეს თევზი პირადი მოხმარების რა თქმა უნდა. გადარჩენის საშუალება იყო და არ ვიცოდი და თურმე ლაყუჩები უნდა ამოვაჭრათ. ხო, კი. ლაყუჩებით ასევე ხვდებით რამდენად ახალია თევზი, თვალებით და ლაყუჩებით. აუ რა ხმა, გოდიში? ხო ხვდები უკვე, ხმაზე ხვდები რომ გემრიელია. ჩემი ჯობია. აბა მოусმინოთ. ეს დაწყნარდეს და მე დიდი ვერა. არა, ხმით აჯობა. მიდი, შეაყუნყურე იგმაში. ოპა, ცოტა დაუწევ, არ დაგვეწვას და რო არ დამეწვას ჩემი თევზი. იკო, მე მგონი აი სუნები მოდის. სასწაული, უფრო შენ თევზის სუნის არომატები მოდის, მაგრამ თან ჩემიც მოყვება. თავისთავად. ჩემიც მოყვება. მანამდე სანამ ეს ახლა გამოცხება. ბიჭო, რა მაგარი სუნია. თან ქარიც რო უბერავს, იმეც ხირთან მოავს ესე. არ ჩაქვეს თავარი. მანამდე ბოსტნეული სულო და გულო. წვანელობიოა, წვანეწიწაკა, სოკო, ხახვი, ნიორი, სხალიც გვაქვს აგე. სხალი? კი. მოწყვეტილი. ეს მერე. ეს ერთად. არჩი სულო და გულო. რა გავაკეთო მითხარ? შენ ხარ დირექტორი. აი თანამდებობა მომწონს. შენ მითხარი რა გავა? არა, ბოსტნეული, მოდი სოკო გავარჩიოთ. მე ამასობაში ამას დავაკურცმაცებ, რომ მალე შეიწვას, მწვანელობიო. ეს მოუწალავია, ხალხო. ცოტას გავარჩევ. ეგაა გაიდან. შენიდან. გასაგრილებლად მე ძალიან მიყვარს იოგურტის соуსის გაკეთება. რომ თან მივაყოლოთ გარნირს და თევზს. ესა? კი, ეს არის მეუგალის იოგურტი, სულ ჩვენთან ერთად არის და სხვათა შორის ბერძნულია, რა თქმა უნდა, აუთენტურია, აწერია კიდევაც და აი 100%-ით დაწურული არის და რა თქმა უნდა, ნატურალურ რძეზეც. რაშიც არ მიყარება. არა, გემოზეც ეხა რო გასინჯავ მივხვდები რა. როგორც ლურპაკზე მეთანხმები, ისე დამეთანხმები. ლურპაკი ძმა არის. ჩაგეძიები, მითხარი? მე მიყვარს ესა. ლურჩი.
მარილიანი. იცი რომ ნიორიანიც არის? წვანე? ფერი არ მახსოვს, მაგრამ ახატია გარედან, პატარა ბრიკეტები არის და ნიორიანი და ნიორს აღარ იმაშვები, აღარ ჩალიჩებ ნიორს და კარაქის ფონზე გავდივარ. წინა გადაცემებში გამოვიყენეთ სხვათა შორის. არა, მაგარია. შილა რო გავაკეთე. რიზოტოს. აი ხა შილა და რიზოტო ერთად არ უნდა თქვა. შილა. არა, მე ხო იცი რა დავარქვი. რიზოტო ალა შილა. ბრინჯი მაქვს გამოყენებული რიზოტოს, თორე სხვა დანარჩენი ისეთი არ დავკარგეთ ქართველობა მოკლედ. გამომწერება, ხო, წავიკითხები. რაო შიზოტო? შიზოტო. ეხა ცოტა ზეც მივცემ, იკო ამას. კაი სიზავ. მარილი, ცოტა მსხვილი. დანარჩენს შენ განდო. წვანე ციცაკაც ვარ, თლიანები გაუშვათ. გაუშვათ. ხავს და ხوار დავსერო. დავსეროთ. ხო, იმიტომ რომ ის გამოვიდეს. ამებს ცოტა დავძენძავ, რომ ჩვენი თუჯის ტაფაზე მოთავსდეს. და ბატონო არ დაიკავოს. რიგ შემთხვევაში კარგად შემწვარი ბოსტნეული მირჩევნია თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ ხორცს უტოლდება. კი. არა? კი. აბა იკო შენ თევსაც შენ დახედე რომ მე არ დამაბროლო რომ შე რაღაცეებიო. ჩემი დავწვი ცოტათი, მაგრამ შენს ნახე როგორ გავხილდი. თან ეს დამწვარი არაა, ხო? ეს კარამელიზირებული. ხო, საოცრება. აუ. აი ჭამაგველი. ცოტა ხანით და всё. აი, მაშინ ცოტა ავჩქარდები მე. ვარ ძალიან ნელი მზარეული. გამოცდილების ამბავია. არ არის გამოცდილების. მე ყველა მომენტიდან ვიღებ სიამოვნებას. ეგეც არის. მე რო სახში საჭმელს ვაკეთებ და ხშირად ვაკეთებ. იქ ლეპტოპი მაქვს ჩართული და ან მუსიკა არის, ან რაღაცა არის, რომ აი ვიქმნი განწყობას რა. ერთი პერიოდი საცხობზე რო გადავლაგდი, გავშლიდი ლეპტოპს, მართლა ჩავთავდი მუსიკებს. ჩემ გარემოში გემრიელად მაგარი არის, აი ძალიან მაგარი მომენტი არის. პროცესით кайფი. ხო. დავარქვათ ყველაფერს თავის სახით. ამის ცხიმში ხა ბოსტნეულის შეწყვეტას გასამბო. ვა, ჩემი რა ლამაზია. ძალიან. ამას ვაღიარებ. ამას წავიღებ, ბავშვებს წავიღებ. ერთჯერადი კონტეინერი თუ შეიძლება. მოდი ხა ნიორი. ხო. ეს ნიორი. ეს თან ცოტა უხეშად წავ. ხო. მე დავჭლიტე. არა, შენ მაინც იმას კენი. ეხა ნიორი ცოტა გახსნას გემოები. სუნელები ხო არ უქნათ? აბა რა უნდა უქნათ? რა კაი სტუმარი ხარ, ღმერთო ჩემო. კულინარი არის. აი, თავისუფლება რა. მაგიტო ავირჩიე მე მგონი ეს პროფესია. არის რაღაცა წესები, რაღაცა შეიძლება. არა, იცი რა არის იკო? თანამედროვე სამზარეულოში უკვე წესებს შენადგენ რა. ხო. თან თუ იმ დონეზე ხარ განვითარებული რომ სიტყვა გეთქმის, ხო? საავტორო მიმართულებებს ვქნი ძალიან თამამად. ის ჩარჩოები აღარ არის, ხო იცი, ოსტრი ესე უნდა მზადდებოდეს, თორე ის ოსტრი არაა, პირობითად ვიწახი რა. თან მეორე არის რომ ჩემი სამზარეულოა, ჩემი წესებია. პირველ ეტაპზე გავუშვათ მწვანე ლობიო, იმიტომ რომ და სოკო. უმია, ხო, და ცოტა ეს მოითუშოს და სოკოც გავუშვათ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გავუშვათ. რამე ისეთ ხო არ არის, რასაც კიდე ისურვები? მე კმაყოფილი ვარ. ძალიან კარგი. მოდი, იცი რა ვქნა? სოკოს. ბატონო. კითხვი რომ ისახარო დირექტორიო, მაგრამ მე დავემსგავსე რაღაც სუშეფს, შეფის მოადგილეს და თავს ძალიან კომფორტულად ვგზნობ სხვათა შორის. იცი რა, აი ეს არის ჩემი მინუსი, რომ მე მიყვარს მარილიანი. არა, მარილის გარეშე საცოდაობაა. ტყუილი გარჯაა, ფუჭია გარჯა. იმიტომ რომ გემოებს არ ძალიან გინდა რომ უქნათ. იმიტომ აქ საკმარისი ცხიმი არის და. კი ბატონო. თან არომატული. მოდი დაუშვათ მაშინ. მიდი. სამაიქნე. ოჰო. შემდეგი ჩაწერა როდის აკაკუთ. მოდი ესეც არის. ხო, მივუშვი ეგეც. და ცოტა გას უკვე აუწე. კი ბატონო. აუ რა თევზი შევ. სანამ ბოსტნეული იკო მომზადდება. ხო,
შენ ყავადალია. ეგოისტი არა ვარ მე. მეც მაქვს. მე შენთვის ვხსნიდი. აა, შენზე იყოს სატრუფი დალევ თუ რითი? სატრუპის ის არა აქვს. როგორ არა აქვს? სულჭუტი. აი, კაცო. Starbucks-ია. ეხლა ნაკლები ალია, მაგრამ გურიაში სულ ცეცხლში ვიყავ. ეს ყავა იყო ჩემი გადამრჩენელი იმ მომენტში. გამაგრილებელი და ენერგიის მომცემი. სხვათა შორის მე ვიყავი აქტიური ყავის მომხმარებელი ყმაწვილ კაცობი. და ბოლო პერიოდია ყავას აღარსო, მაგრამ აი ცივი ყავა მეყვარს. რატო შეეშვი? იალს. კაცია და ო, გუნება. კაცია და გუნება. აბა მიდი. იცი საკალკო შეიბრაწყა. იპო. აუ რა იქნება? ეს ჩემია. რომელი ესა? ხო. უნიშნავ. აქეთ გადავ. კაი. იგი დააღარე. აბა წავიდა. არი ფიქრობთ რომ ეს თითქოს ბევრია, მოგესწრებათ სოკო სოკო ეხა პატარავდება. დამცირდება და შემცირდება. აჰა, აა, პოსტნეულიც უმელშია და ბოლო ფაზა იქნება ამ ყველაფრის დასერვირება ძალიან მეტი ჩრული ნათქვამია. კი ბატონო. მაგრამ გასინჯო. მოდი соусიც გავაკეთოთ მიდი, სანამ მიდი, შენ ეგ გააკეთე. პოსტნეული მზადდება. დიდი არაფერი დამატება არ უნდა ამას. გულწრფელი ვიქნები. იცი რა მაინტერესებს? ეს ჩვენი არაჟნის ბიძაშვილი არის თუ მაწყო? მაწვნის ბიძაშვილია, გასინჯი? არა, გასინჯული მაქვს. აა. ის პროფესიონალის ის მაინტერესებს. მაწვნისაა. უბრალოდ მაწვნსა და იოგურტს შორის არის სხვაობა ბაქტერიაში. მეტში არაფერს. ხო, მაწონია. ჩვენი არის უფრო მომჟაო, ამას უფრო ხო. ნეიტრალური გემო. კი. ცოტა პაპრიკა თან ფერსაც გაახალისებს. ეს კლასიკა პაპრიკა არის თუ შებოლილი? კლასიკაა. მე სხვათა შორის მე ძალიან მიყვარს. უბრალოდ ხშირად ვერ შევხვედრილ ვარ, აი შებოლილის გემო რო აქვს რა სხვათა შორის რა და გადაყავს სიმწყლარტეში რა. მე მიყვარს სვანური მარილი. სვანური მარილი. თითქმის ყველაფერს უშვები სვანურ მარილს. ყველაფერს როგორც გურული სუნელი უხდება, ისე უხდება სვანური მარილიც რა. აი ყველაფერს აბსოლუტურად. და ყველაფერს აკეთილშობილებს. მე მყავს ბაზარში ერთი კარგი ადამიანი აჰა. და სულ იმასთან ყიდულობ და ქალბატონი? ქალბატონი. მე მგონი ხო. ერთ წერტილზე დავდივარ. შაზინასთან. ბოლოში. ასევე მყავს ნივრის წნიდის მაგდენზე ვერ ადამიანი. ვხაჩავ. ხბოსხორცის და გუდისყელის. გუდისყელი უნდა გვასწავლო. სად? ალვანის. არ ვაგზალზე? ხო, ბაზარში. ვა. ჟავე იქეთ? ქვემოთ უნდა ჩახვიდე? მჟავე, ხო, აი სანამ შაზინასთან მიხვალ მანამდე. ჩემი ერთ-ერთი ისა განტვირთვის საშუალება არის რომ ბაზარში მივდივარ და იქიდან რაღაც პარკებით მოვიდივარ. საათი მითხარ. ბაზარში სიარულის. მაგას ხო იცი ძალიან დიდი კი, დიდი მნიშვნელობა აქვს, დილით ჯობია რა თქმა უნდა, მაგრამ ხანდახან ვერ ვახერხებ, იმიტომ რომ ჩემი შვილები მომყოდიან ხოლმე, რომლებსაც დილით ადრე გაღვიძება არ უყვართ. აუ ისე რა კაი არის რომ თაობებს გადაძდის ეს ტრადიცია. თუმცა რო გითხრა რომ გიჟდებიან ბაზარში სიარულზე თქო, არა. მაგრამ გასახსენებლად ჩემ შვილებს უყვართ ჩემთან ერთად სიარული. ხო. ყოფილა შემთხვევა რომ მე ნიკოს ვიცნობ და ნიკოს მოკითხვა. შენობაში რო ავდივარ იქ ზევით, სადაც ბუდისყელის კოჩკა. და გეაფეთ რაღაც და ისა, ნიკო არ ამოდის. მართლა? ხო. თავისი ხო, ისა ვიძაბებიო რა, რაღაცნაირი, ცოტა ჩემთვის ჟუტკი გარემო არის. ხო, სხვა თაობაა. ხო, არა, კი და მე აბა მამა ჩემი რომ მიდიოდა ერთი სული მქონდა რომ გავყოვდი ბაზარში. აუ ეს ვაფშე მაგარი გამოვიდა. მე მგონი თევზი აღარ გვინა, ხო? მარტო ამითაც ხო, თევზი გადავაგდოთ. ხანდახან არის რომ ზარეულებისგან მით უმეტეს რა თქმა უნდა სწორი მოლოდინები გაქვთ რომ YouTube-ზე და სხვადასხვა პლატფორმებზე უნდა ელოდოთ რაღაცა განსხვავებულს და რაღაც ისეთს, მაგრამ აი რა გავაკეთეთ ახლა? არაფერი ისეთი
განსაკუთრებული ბოსტნეული ჩვენ აქ არ გქონია. არაფერი ისეთი თევზი აქ არ გქონია, რომელიც მოპოვებადი არ იყოს, ხო? უბრალოდ არის აი მიდგომა, განწყობა არის მთავარი და ეს უნდა გიყვარდეს. ეს ყველაფერი გემრიელი გამოვა. თუ არ გიყვარს, არ გამოვა გემრიელი. მაგრამ თუ გიყვარს, ყველაფერი მაგარი გამოვა. ეხლა ვიყავით მე და ჩემი შვილები ბათუმში. დაგვემართა ენტეროვირუსი. საშინელება და რაღაც ხო უნდა ვჭამოთ და წიწიბურა მოუხარში. და აი იმდენად მიყვარს კეთება რომ ბავშვებმა მითხეს რომ ეს წიწიბურა ყოველთვის გააკეთე ხოლმე. აი წიწიბურა როგორ უნდა მოხარშო ისე რომ და გაგვიზიარე როგორ მოხარში იქ. ჩვეულებრივად. არა, ძალიან მნიშვნელოვანია განწყობა და ყველი მოვა. ხო. არა, იცი რა არის, განწყობა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან ხშირად რო ვიხსენებთ, რომ აი ბებიათ ჩემის აი ყველას ჩვენი ბებიის გაკეთებული მიყვარს, მაგრამ იმ გემოს ნუღაიძებთ, იმიტომ რომ ის იყო მხოლოდ თქვენი ბებია, ის ბებია მხოლოდ თქვენ შვილიშვილისთვის ამზადებდა, სხვა განწყობით, სხვა მიდგომით, სხვა გულით და სულით და რესტორანში იგივე მოლოდინი ნუ გექნება. არა, გამორიცხული. ასე რომ ბებია ჩემის ხაჭაპურს ერთ ერთი რესტორანი ვერ გააკეთებს. ხო, შანსი არა. ბიჭო კამპოტს აკეთებდა, აი კამპოტის დედავატი. ისეთ კამპოტს აკეთებდა, რომ აი რის კამპოტს? ხილის. რამე განსაკუთრებული ხილი იყო თუ მიქსი? არა, სოფელში ჩამოვარდებოდა, ხო, ცხალი, ვაშლი, რატომ? საოცრად. და ბებია ჩემი იყო კიდე ძალიან მაგარი ისა ნამცხრების დიდოსტატი. 80 წლის იყო. და სოფელში თუ იმას დაბადებები ქონდა, ბებია ჩემი უკეთებდა. რა ნამცხრები ხო არ ტორტი. ვა. თან მაშინ სად იყო ეს მიქსერები და ამბობ, ხო? ხელი პრუჟინიანი, ზამბარიანი ამოსაყვანი რო იყო. და რაზეა ცხობდა, იცი? ფეჩი. არა. სამფითილიან კერასინკაზე ცხებოდა კარგად. მახსოვს. თუჯის ქვაბში. მოის ბისკვიტს თუჯის ქვაბშია ცხობდა? კი. რა საინტერესოა. აბა. ხო, აბა გაზი არ გქონდა. ვა. რა, ბებია ჩემი ჩემპიონი იყო. ავე რა კაი ინსპირაცია მომეწია ხა რომ თუჯის ქვაბში ბისკვიტი ცეცხლზე. კი. მე მასწავლა ისა. ზებრა. შავ-თეთრი. ხო, და ჩემი თვაც ვაკეთებდი. და შენი ბავშვები რა განწყობით არიან მაგ მომენტში? ძალიან უყვართ ჩემი გაკეთება. უნდათ რომ თვითონაც მოამზადონ? იცი რა, მოდიან და მეუნებიან რომ რაში დაგეხმარო. აჰა. და რაღაცეებში მეხმარებიან რა. თუმცა მე მიყვარს ისა. მარტო რო ვარ. ოჰოჰოჰოჰოჰო. აქვის მოყრაზე შენ ხარ? კი. ამითი ვიღებ უდიდეს სიამოვნებას. გული მიგრძნობს და დიდი ეჭვი მაქვს, რომ კიდე მოგიწევს ჩვენთან მოსვლა. სიამოვნება. ნახე, სტრუქტურას ხო ეთყობა როგორი ჰაეროვანი და ნაზი და სპეციალური. ეს თევზისთვის გვინდა? ხო. რომ ცოტა შევაგრილოთ შენი ცხარე თევზი. ვისაც სურს, რა თქმა უნდა. მე ისწორდება. ეხვეწები გადამიღეთ რა. აი ეს ნახევარი ხომე გავაკეთე. იქიდანაც ჩვენ ესა იკოს. ხო, დამწვარი ჩემი არ არის. ჩემი კარამელიზირებული. კარამელიზირებული. იკოსი ნახშირი რაც არის, არის კარამელიზირებული. მოდი, იცი როგორ ვქნათ? როგორ? აი ესე. შენ შენსაც გავსინჯა. ხო, მე დამწვარი, კაი. აი ესე მართლა კაი მოიფიქრე, ხა რო უკვირდები და უკვე დამთავრდი, რა ვქნა? არა, ხო, კი. აუ რა კარგათა გამოიყურება. იქნებ ლიმონს გავატანინო. ნახშირის გემო. მაგრამ სამკურნალო და ჯანსაღი. კი, კაცო, იმას ძალიან უშველის მეტაბოლიზმს. აქედან აიღე. თუ ხარ გაყვეს. გამყვეს. აუ. იკო ძალიან კაია. იკო საო. აუ ძალიან კაია. იკო მალადეც. ყველა ჩემი სიტყვა უკან მიმაქ თუ რამე ქიმიკი იყო. შენის გასინჯა. ჩემი ვიცი რაც იქნება. აუ რა კაი იყო.
აუ ძალიან კაია. ბიჭო, არა მართლა. ზედმეტი ფამილარობის გარეშე ძალიან გიმდენი. არა, აი დედას გეფიცები. ძალიან გემრიელია. ეხა შენ კი არ ჯერა, მაგრამ ჩემი ჯობია. მეც მაგას ვიძახდი, მაგრამ არა გინდა თუ არა. აუ ძალიან კაია. ჩემი თხოვნა იქნება პატარა მიაყოლო ესა? მე ვგალი. აი, მოიცა. ვარ იყო ტყუილი. არა. სულ სხვაგან წაიყვანა. იკო, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. ისი მადლობა. დარწმუნებული იყავი რომ შენ კიდე მოხვალ ამ ამბავზე. დარწმუნებული იყავი რომ მე კიდე მოვა. გურიაში, რომ დატკბეთ მსგავსი სტუმრებით და მსგავსი კერძებით, უნდა გამოიწეროთ ჩვენი არხი. აუცილებლად ხალხო. კაცები დარწმუნებული ვარ, ყველას ყავთ გამოწერილი, მაგრამ თუ კაცებიც არ ყავთ გამოწერილი, გამოიწერეთ ხალხო. რას ამბობთ? საოცრებებს ვაკეთებ აქ. ჩემი თუ არ ჯერა დაგერ იკოსი დაიჯერე. ძალიან გემრიელი გამოვიდა. აი დედას გეფიცები, შვილებს გეფიცებით. ძალიან მაგარია. დროებით